რამდენიმე წუთში ევროპარლამენტი გენჩს უყრის საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე რეზოლუცია, რომელიც საქართველოს შესახებ მომზადებია ევროპის საკანონმდებლო ორგანოს. რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას და ევროკავშირის წევრებს არ აღიარონ ქართული ოცნების ლეგიტიმურობა. დოკუმენტში მკაცრად არის დასმული ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლების საკითხებიც. ასევე სახელობითად არიან ჩამოთვლილი ივანიშვილის ოჯახის წევრები, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და რეჟიმის მაცოცხლებელი ბიზნესმენები, რომელთა დასანქცირების წინადადებითაა გამოსული ევროპარლამენტი. ნინო სამყურაშვილი გვერდება ახლა სტრასბურგიდან მთავარის ეთერში. ნინო, დაიწყო თუ არა კენჭისყრა და თუ იქნება ცვლილებები ძირითად დოკუმენტში? დიახ, უნდა ითქვას ის, რომ კენჭისყრა უნდა დაიწყოს წუთი-წუთზე, რადგანაც დეპუტატები, ევროდეპუტატები ამ დროისთვის შედიან უკვე სხდომათა დარბაზში და უკვე არის ის დრო, როდესაც ეს კენჭისყრა უნდა იყოს. მთავარი რაიმე ცვლილებები არ იქნება და ძირითადად დარჩება ის ტექსტი, როგორც იყო. მთავარი ტექსტი კი არის ასეთი, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, საქართველოს ახლა ოლიგარქიული რეჟიმი მართავს და რომ მას მიტაცებული აქვს სახელმწიფო და გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან გადასაჭრელად მხოლოდ არის ახალი არჩევნების ჩატარება. უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმარის, რა თქმა უნდა, ცალკე არის საუბარი მოშიმშილე მზია ამაღლობელზე, ჟურნალისტზე, რომელიც დატყვევებული ხავს ოლიგარქიულ რეჟიმს, მის გათავისუფლებაზე და ასევე ყველა პოლიტპატიმარზე, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და ახლა ოლიგარქიულმა რეჟიმმა ციხეში გამოკეტა. კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა, არის, რომ სანქციების დაწესება უნდა მოხდეს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის. საუბარი არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, მისი ოჯახის წევრებზე, მის ნათესავებზე, ბიზნესმენებზე, რომელიც ოლიგარქიულ რეჟიმს აცოცხლებს და რა თქმა უნდა პროპაგანდისტებზე და მედიაზე, რომელიც სწორედაც ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი დამცველია ქვეყანაში. და კიდევ ერთი მთავარი მოწოდება ევროკავშირის მიმართ, რომ მათ უნდა იაქტიურონ სანქციები აღასრულონ და ევროკავშირმა, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ დადგეს ქართველი ხალხის გვერდით და დახმარებას, რომელსაც გამოყოფს, ეს არის ფულადი დახმარება, არ უნდა იყოს მიმართული ხელისუფლების მიმართ, არამედ ეს უნდა იყოს მიმართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, თავისუფალი მედიის გაძლიერებისთვის. ბოლო რეზოლუცია მივიღეთ 28 ნოემბერს, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე კობახიძე გამოაცხადებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ და სანამ დემონსტრაციები დაიწყებოდა. ახლა კი ჩვენ ახალ რეზოლუციაში აღნიშნავთ, რომ სიტუაცია გაუარესებულია და ვახსენებთ ყველა იმ ძალადობას, რასაც ადგილი ჰქონდა, ასევე ადამიანებს, ვინც ეს ძალადობა საკუთარ თავზე გამოსცადა, მათ შორის ჟურნალისტებს. ასე რომ ეს არის სიტუაციის ძალიან ფართო შეფასება, რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს. ზოგიერთი მათგანი იგივეა, რაც წინა რეზოლუციაში იყო. პარლამენტისა და მთავრობის არაღიარება, რასაც ახლა პრეზიდენტის არაღიარებაც დავამატეთ. ახალი ასევე ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად და რა თქმა უნდა სანქციები, რომლებიც უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეს. ყველა მათგანი იქნება ნახსენების სახელებითა და გვარებით. ჩვენ ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, რომ სანქციები დააწესოს, რითაც უნდა მიბაძოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს. რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ახალ არჩევნებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ვთხოვეთ წევრ სახელმწიფოებს, რომ არ მოახდინონ ქართული ოცნების ლეგიტიმაცია. რეზოლუციაში ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთება საქართველოში არსებული სიტუაციის გამო. საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა და ჩვენ ვეხმარებით ქართულ ხალხს, რომ გაიკვლიონ გზა ევროპისკენ, რაც მათი დიდი უმრავლესობის სურვილია. საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში და ახლა სამწუხაროდ ბოლო არჩევნების გამო და იმის გამოც, რომ მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეაჩერა, ქვეყანა გზაჯვარედინზე აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება, მალე უნდა გამოვიდეთ. თუ ვისაუბრებთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე, ყველაზე მკაფიო გამოსავალი არის ახალი არჩევნები, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რათა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი მომავალი. ჩვენ მივიღებთ რეზოლუციას იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ჩვენ მოვითხოვთ ახალ არჩევნებსა და სანქციებს, ასევე ვთხოვთ ევროპულ საბჭოს, რომელშიც წევრი სახელმწიფოების ლიდერები არიან გაერთიანებულები, სლოვაკეთის და უნგრეთის გარეშეც მიიღონ ზომები. ამ ზომებმა არ უნდა დააზიანოს ქართველი ხალხი, არამედ უნდა იყოს მიმართული იმ თვითგამოცხადებული ხელისუფლებისკენ, რომელიც საქართველოს ავტოკრატიად აქცევს.
მაშასე როგორც გითხარით, ევროპარლამენტში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს კენჭისყრა, საქართველოს საკითხზე რეზოლუცია იქნება მიღებული, სადაც რა თქმა უნდა მთავარი თემა არის ახალი არჩევნების ჩატარება, დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება პოლიტიკური მგზავრებით, რომელიც ოლიგარქიულ რეჟიმს გამოყენებული ჰყავს, სანქციები ოლიგარქიული რეჟიმისთვის, არაღიარება ოლიგარქიულ რეჟიმს და მთავარი გზავნილი ის, რომ ევროკავშირმა, ბრიუსელმა, აღმასრულებელმა სტრუქტურებმა უნდა იაქტიურონ იმისათვის, რომ დადგნენ ქართული ხალხის გვერდით და მიუხედავად იმისა, სლოვაკეთი და უნგრეთი დაბლოკავს თუ არა საქართველოს იმ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, უბრალოდ ოლიგარქიული რეჟიმის თანამდებობის პირებისთვის სანქციებს თუ არ დაბლოკავს, ეს ყველაფერი მაინც უნდა მოხდეს, რადგანაც ქართული ხალხი უკვე 78 დღეა რაც ქუჩაშია და მათ გვერდით დგომა ჭირდებათ იმისათვის, რომ საქართველოს თავისი ევროპული გზა გააგრძელოს.